უშუალოდ არის მთავარი დღესასწაული ამერიკა და ევროპაში და გამოვიღოთ ეს ახალწელს ხდებიან ჩვეულებრივად და რაღაც განსაკუთრებით. ერთმანეთს მიულოცოთ ეს ახალწელი, უნდა ვიცოდეთ, ახალწლის პირველი დღე, ბოლო დღე, ყველაფერი კეთილდღეობა დამოკიდებულია ღმერთზე, ამიტომ შეგვიძლია დღეს არ არის დამოკიდებული ეს გველის წელზე, ვეფხვის წელზე, დამოკიდებულია ყველაფერი ღმერთზე და ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა. ზოგს გართულება აქვს, რომ 25 დეკემბერს აიშოვდა, რატომ 7 იანვარსა და ივლისის კალენდრით 7 იანვარი არის 25 დეკემბერი, მას ქვია ძველი სტილით. და ამ ივლისის კალენდრით ხდება ასეთი სიცოცხლის გარდამოსვლა 2004 საუკუნიდან დღემდე. ასევე წლის კურთხევა აი მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას რო აიღო წყალი 19 იანვარს. მთელი მსოფლიოს წლები იკურთხება ძველი სტილით. რაც შეეხება შობას, მარტო 7 იანვარს და 25 ძველი სტილით 25 დეკემბერს კი უნდა გვასწავდეს. თუ სიტუაციაში ვარ, უნდა გვასწავდეს, რომ მაცხოვარმა აიჩია ბაგა შობისთვის. ასევე თუ შვილი გვაქვს გადაცვილი, ყველა დიდი ტკივილია ესა მშობლებისთვის, უნდა გაგვიცინოთ ფიშვებელი ჯვარცმის წინ. ასევე თუ ვიღაცა მკვრობს, ზაი 12 მოწმიდან 11 ეწამა, მაგრამ შენ თუ ქრისტიანი ხარ, თუ შეგიპყროს სიძულმა, რაცა უნდა ტრადიციები დამცველი იყო, იცი, ვიცოდი რომ ვერ მოხდები 60-ში, იმიტომ რომ 60-ში არის სიყვარულის სუფევა.